საღამოშვიდობისა ეთერშია გადაცემა სუბიექტური აზრი. ამჯერად მხოლოდ ჩემთან ნათია მიქიაშვილთან ერთად, მხოლოდ ჩემი დაშალოს გადაცემა შეიძლება მოხდეს ის, რომ წამყვანი საცობში გაიჭიდოს გადაცემამდე 10 წუთით ადრე. შესაბამისად, მე მარტო გაგაცნობს დღის განმავლობაში მომხდარ სიახლეებს. დღეს იცით ალბათ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ბასა ჯანიკაშვილი, რომელიც გახლავთ ამავდროულად საკონსულტაციო ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ჯგუფის წევრი. გადაცემის თემა შესაბამისად უკვე გარკვეულია, ხვალ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილი გამართავს პრეს-კონფერენციას 200-მდე ჟურნალისტისთვის, რაც გაშუქდება პირველ არხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საინტერესოა ის, რომ დღის ბოლოს გავრცელდა ურთიერთგაუმრეცხავი ინფორმაცია, თითქოს შესაძლებელი იყო საზოგადოებრივ მაუწყებელს მის მიერ მიცემული პირობა 40 წუთიან გაშუქებასთან დაკავშირებით დაერღვია, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხათუნა ბერძენიშვილმა განაცხადა, თუ ის საინტერესო არ იქნება, მას გათიშავენ ეთერიდან, თუმცა ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები ხათუნა ბერძენიშვილს, რადგან წლების განმავლობაში მე თვითონაც საინფორმაციო რედაქციაში მუშაობდა, შესაბამისად იმდენად დიდია ბიძინა ივანიშვილისადმი საზოგადოებრივი ინტერესი და იმდენად მაღალია ეს მაჩვენებელი, რომ ფაქტობრივად გამოურიცხავ ამ ინდექსის დაწევას იმ დონემდე, რომ ის აღარ იყოს საჭირო პირდაპირ ეთერში. თუმცა მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტომ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იმედს გამოთქვამენ ისინი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ შესაბამის დროს დაუთმოს პირდაპირ ეთერში. რა თქმა უნდა, ეს კვირაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო ვიტრიალებთ და კიდევ ერთი საინტერესო სიახლე რამდენიმე დღის განმავლობაში მე და შალვა მუდმივად ვაპელირებდით იმაზე, რომ ძალიან ცნობილ ქართულ მსახიობებს, იგივე კახი კავსაძის განცხადება ივანიშვილის მისამართით არ გაუკეთებიან, მიესალმებოდა თუ არა ის მის პოლიტიკაში გამოჩენას, თუმცა დღეს უკვე საინფორმაციო სააგენტო პირველს კახი კავსაძე ეუბნება, რომ მსახიობებს დახმარება, რომელიც ყოველი თვის 28 რიცხვში უჯდებოდათ ანგარიშზე, ბიძინა ივანიშვილის დახმარება, იცით ალბათ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობები იღებენ ამ დახმარებას და ციტირებას მოვახდენ ბატონი კახისას, ეს დახმარება რომ შეგვიწყდეს შიმშილით დავიხოცებით, არც ოქტომბრის თვე ყოფილა გამონაკლისი და 28 რიცხვში მსახიობებს ეს დახმარება დაუჯდათ ანგარიშზე. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში სპექტაკლს აღარ დავდგამ, რადგან შეურაცხყოფილი ვარ. რუსთაველის ამის შესახებ რეჟისორმა სტურუამ ასავალ დასავალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რუსთაველის თეატრს საბოლოოდ დავემშვიდობი. ახლა მოსკოვში კალაგინის თეატრში ვარ მიწვეული მთავარ რეჟისორად, შტატში ჩამსვეს და ხელფასი დამინიშნეს, რაც ძალიან მჭირდება. რათა ოჯახი ვარჩინო. ერთადერთი თეატრი საქართველოში, სადაც სპექტაკლების დადგმას დავთანხმდები, ეს არის თუმანიშვილის თეატრი, რადგან მიშა ჩემი პედაგოგი იყო. შემიძლია დავდგა სპექტაკლები არასტანდარტულ სცენაზეც, მაგალითად თეატრში ათონელზე ან თეატრალური საზოგადოების სცენაზე, აცხადებს სტურუა. შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი 9 აგვისტოს მოაწერა, ხოლო 15 აგვისტოს ძალაში შევიდა. ამის შემდეგ რურუამ განაცხადა, რომ სტურუას რუსთაველის თეატრში სპექტაკლების დადგმის საშუალება ექნებოდა. თავად ბატონი რეჟისორის თანახმა იყო ამაზე, თუმცა დღეს უკვე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია თეატრის მმართველი ზალჩიკობავას მუშაობის სტილი. რუსთაველის თეატრის მმართველის მსგავსი ადამიანები არიან თეატრის პიარ სამსახურში. მათ უნდათ რაღაც ისეთი ჯგუფის შექმნა, რომელიც რუსთაველის თეატრში არსებობას ჩემთვის მიუღებელია წამლავენ სიტუაციას. კეთო და კოტე ფილარმონიაში რომ დაედგათ, უფრო მოიგებდნენ, რადგან რუსთაველის თეატრში უფრო გამოჩნდა ამ სპექტაკლის სისუსტე. უფრო სწორად, ეს სპექტაკლი კი არა საესტრადო დადგმა, დიახ, მართალი აღმოჩნდი, როგორც ვივარაუდე, რომ კეთო და კოტეს რუსთაველის თეატრში შემოიტანდნენ. ახლა კი ვარაუდობ, რომ ვიღაც მომღერალი გოგონა გახდება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ვფიქრობ, რომ სოფო ნიჟარაძეს დანიშნავენ ან შოუ-ბიზნესის სხვა რომელიმე წარმომადგენელს, აცხადებს ბატონი რობიკო. კიდევ ერთი ახალი ამბავი, მომღერლები ამ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ითხოვენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კი დღეს 18 საათზე ვიდეო კონფერენციას გამართავს Facebook-ის საშუალებით. ამავდროულად ძალიან საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის ობიექტების გარშემო განვითარებული მოვლენები. ალბათ იცით, რომ როსტომის სასახლეში მუშაობდა სამშენებლო ჯგუფი ახალი კაპიტალი. მოგვიანებით მათთან მივიდა ლაით ჯგუფი, მათ უთხრეს, რომ მათ უნდა გააგრძელონ სამშენებლო სამუშაოები. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ვრცელი განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო, რომელსაც ახლა მე ბოლომდე არ ჩაგეკითხავ, თუმცა ფაქტია ის, რომ ლაით ჯგუფის წარმომადგენლებმა ვერ წარუდგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია ივანიშვილის ფირმას. ამ ბავშვი პატრულიც კი იყო ჩარეული, თუმცა როგორც განცხადებიდან ირკვევა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს მისმა უფროსმა დაურეკა და შემთხვევის ადგილიდან გაიხმო. შემდეგ ნიუ-იორკ ტაიმსი და რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი დღეს გაწევრიანდება თუ არა რუსეთი ვეტეოში, ანუ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში. იცით უკვე ალბათ, რომ ფაქტობრივად მიღებულია საქართველოს თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, შვეიცარია ჩაერია ამ საქმეში და ნიუ-იორკ ტაიმსი აქვეყნებს წერილს სათაურით რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო საკითხები შესაძლოა რამდენიმე საათში. მოგვარდეს უბრალოდ ჩემთვის ცოტა უცნაურია, თუ მთელი ევროპა და დასავლეთ, თქვათ
ყოველ შემთხვევაში საქართველოს ხვდებოდა რომ ეს ზეწოლა გაძლიერდებოდა აქამდე რატომაც ჭიანურებდნენ ამ საკითხს და საინტერესოა რაში უცვლის ქართული მხარე რუსეთს სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. კიდევ ერთი რადიო თავისუფლება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ მთელს ქვეყანაში ეიფორიასა და იმედებს დაუდო სათავეს საკმაოდ ვრცელ წერილს აქვეყნებს ქართული გამოცემა Foreign Press-მა თარგმნა ეს წერილი და რა თქმა უნდა საუბარია იმაზე რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილის პოლიტიკაში გამოსვლა ეს ქართული პოლიტიკური მოვლენების ერთგვარი გამოცოცხლებაც კი იყო. კიდევ ერთი ახალი ამბავი პოეტი დავით მაღრაძე ბანკ ქართულში ანა ბარს ხსნის ეს საინტერესო აქცია დაიწყო ალბათ იცით რომ ზეწოლის შედეგად ძალიან ბევრ ადამიანს ფიზიკურ და იურიდიულ პირს საკუთარი ანგარიშები დაახურინეს ბანკ ქართულში და ანაბრები გადაატანინეს სხვა ბანკებში ჩემს უამრავ ახლობელს მოუწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმ ზეწოლის შედეგად რომელსაც მასზე ხელისუფლება ახორციელებს და კიდევ ერთი დატოვა თუ არა ბოლო-ბოლოს ოზარ სუბარმა ქართული პარტია როგორც მე პირად საუბარში პარტიის ლიდერებმა მითხრეს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამჯერად ქართული პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ჟენევაში იმყოფება, სადაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმართება და როგორც პარტიის პრესსამსახური ამბობს, უმაღლესი კომისრის 5 მრჩეველიდან სოზარ სუბარი ერთ-ერთია. კიდევ მერის პროექტი 1000 ახალი ჯიხური ამასთან დაკავშირებით პრესის ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, თუმცა აქ ჩემთვის ერთადერთი თემა რაც გაურკვეველია, გახლავთ ის რომ თავის დროზე მერის ინიციატივით სწორედ მოხდა ჯიხურების აღება, სულ რამდენიმე ჯიხური დადგეს, რაც პრესა უნდა გავრცელებულიყო. იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევაში იზღუდებოდა პრესის ის რაციონი, რომელიც თქვა მოსახლეობა შეეძლო შეეყიდა ამ ჯიხურებს, თუმცა აქ უკვე ცნობილია რომ ამ ჯიხურებთან დაკავშირებით ჩატარდება ტენდერი ალბათ იმედოვნებს საზოგადოების დიდი ნაწილი დააქვეყნეს პრესის ასოციაცია წერს ამაზე რომ მხოლოდ მერთან და მერიასთან დაახლოებული პირების კომპანიები არ დაეპატრონებიან ამ ჯიხურების ტერიტორიას. კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც ძალიან აქტუალური იყო განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში შაბათ-კვირის განმავლობაში, ბოლო-ბოლო დატოვა თუ არა ნიკარურუამ თანამდებობა და გადადგა თუ არა ის კულტურის მინისტრის პოსტიდან და მიმართა თუ არა ალასანიას გუნდს შეფარებისთვის. ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი პირველს ესაუბრა და კერძოდ კი ის ამბობს, რომ თავისუფალ დემოკრატებში მოსალოდნელ გადაბარგების შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული კულუარული ინფორმაციის კომენტირებისას ამბობს, რომ ჩვენი პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანი ამჟამად თბილისში არ იმყოფება, მაგრამ რამდენად ჩემთვის არის ცნობილი, ამ დრომდე ნიკარურუას ჩვენი პარტიისთვის არ მოუმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ მეცოდინებოდა, ხოლო როგორც სამინისტროში ამბობენ, ნიკარურუა პარიზში იმყოფება მივლინებით, თუმცა ჩემთვის როგორც არის ცნობილი, მე ფაქტობრივად გამოვრიცხავ ასეთი ტიპის ცვლილებას, მაგრამ არ მგონია ესე მსუბუქად მიიღო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ეს ახალი ამბავი თუ ჭორი. და ძალიან საინტერესო ახალი ამბავი. ჩვენ ყავდა ასეთი თურმე ყოლია საპატიო კონსული ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაშა დარბაიძე, რომელმაც გაავრცელა ასე ვთქვათ ფოტო მასალა, როგორც შეხვდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ამერიკის ელჩ ჯონ ბას, რის შემდეგაც მას მოსთხოვეს ლაშა დარბაიძეს მოსთხოვეს ამ ფოტოების ვებგვერდიდან აღება, რაზეც ლაშა დარბაიძემ უარი უთხრა და თქვა რომ ეს ამ შემთხვევაში არა ბიძინა ივანიშვილის პოპულარიზაციას, არამედ ზოგადად მთლიანად ქართულ-ამერიკული ურთიერთობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა და ამის შემდეგ გარდა იმისა რომ ლაშა დარბაიძე არაჯეროვნად მოვალეობის შესრულებისთვის მოხსნეს თანამდებობიდან მას საქართველოს მოქალაქეობაც შეუწყვიტეს, როგორც ჩანს ეს ხელისუფლებამ ახალი სისტემა შემოიღო დასჯის, ანუ თუ არ მოეწონება თქვენი აზრით, თქვენ უბრალოდ საქართველოს მოქალაქე აღარ იქნებით. თავად ლაშა დარბაიძე რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს უკავშირებს ამ ახალ ამბავს და მე მგონი დღეისთვის ეს გახდათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, რაც ჩემს ხელს მქონდა, ჩემთვის როგორც გახდა ცნობილი შალვა უკა შემოგვიერთდა სტუმართან ბასა ჯანიკაშვილთან ერთად სულ რამდენიმე წუთში დაგვიბრუნდებით, არ გადართოთ დარჩით მაესტროზე. და გადაცემა სუბიექტური აზრი როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი უკვე ეთერში, ჩემს სტუმართან ბასა ჯანიკაშვილთან და მეგონი მეორე სტუმართან თუ ხარ წამყვანი თუ არა, ბასამ ესეთი ორიგინალური იდეა წამოაყენა, რომ მეო აქეთ დავждებიო. მეგონი ტუტნი დუით და აქ არ უბერავს ხო და მე ისეაც უბერავდა, რა პრობლემაა, ვიждები საცო ქარიშხალია. ჰა? საცობი შეიყო, საცობი გიგანტი საცობი. კი ბატონო, არ მინდა დღეს არ მინდა, დღეს არ მინდა. დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი ბასა.
ბას ჯანიკაშვილი, რომელიც არის ბიზნეს ივანიშვილის მშეველთა საბჭოს თუ როგორ ქვია მაგას? საკონსულტაციო ჯგუფის ჯგუფი საბჭო ჯგუფი რაც ხო, მშეველთა საბჭო. სინონიმები. ხო, პრინციპში მშევებს რომელიც საბჭო. ასე პირველ რიგში ჩემთვის რა არის საინტერესო, ანუ დღის ბოლოს გავრცელდა რამდენიმე განცხადება იგივე საზოგადოებრივი მაუწყებლის და ბიზნეს ივანიშვილის საპრეზიდენტოს, ანუ რეალურად რა ხდება? არ გვაქვს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი მოცემულ პირობას? საზოგადოებრივი მაუწყებელი მოცემულ პირობას ჯერჯერობით არ არღობს, იმიტომ რომ დაგეგმილია პრესკონფერენცია ხვალ 4 საათზე პირდაპირ ეთერში. შეთანხმება იყო, ესე იგი, და არის შეთანხმება, რომ გადაცემა დაიწყოს 4 საათზე, პირდაპირ ეთერი დაიწყოს 4 საათზე, მომამბის ქუდით და ის უნდა გაგრძელდეს 30-40 წუთის განმავლობაში პირდაპირ. ხათუნა ბერძენიშვილი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებს განცხადებას, რომ თუ საინტერესო არ იქნება, ანუ ამას გავთიშავთ პირდაპირ ეთერიდან. ეხლა მოდი რეალისტები ვიყოთ. ხათუნა ბერძენიშვილი ალბათ ხო, რომ არ ვიცი მე ვინ წყვეტს, მაგრამ რეალურად ანუ საზოგადოებრივი ინტერესის მაჩვენებელი, მე მგონი ძალიან მაღალი უნდა იყოს ამ პრესკონფერენციისადმი და ცოტა განცხადება მეუცნაურა რაღაცა ჩვენ მეუცნაურა, მაგრამ კიდევ ერთხელ გიბეორებ, წეს მოლაპარაკება არის ესე, რომ არის მიწყება მომამბე. კაი, თუ გათიშეს რას იზამთ? არა, ჯერჯერობით არ გათიშავენ, იმიტომ რომ მოლაპარაკება არის 40 წუთი არ გათიშავენ. 30-40 წუთი, ჯერჯერობით. 30-40 წუთი. იქნება 170 ჟურნალისტი, მე მგონი ცოტა მეტი 200 ჟურნალისტი. ხო. 170 იყო დილით, შეიძლება კიდე დაემატა რაღაც აკრედიტაცია. 200-მდე. 200-მდე ჟურნალისტი. ნუ ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდია ინტერესი საზოგადოებაში ბიზნეს ივანიშვილის ხილვისა პირდაპირ ეთერში და მასთან ამიტომ კითხვის დასმისა და ამიტომაც არის ამდენი ჟურნალისტი, ამდენმა ჟურნალისტმა გამოთქვა სურვილი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოების ინტერესი დიდია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ 200-მდე ჟურნალისტის მოსვლა ნაკლებ საუბრობ იქნება ჯერ ერთ მეორე ერთი საზოგადოებრივ ინტერესს მე რამდენადაც ვიცი ონლაინ ანუ პირდაპირ დროის რეჟიმის მონიტორინგი რეიტინგებში არ არსებობს რეიტინგი არის ჯერჯერობით არ არის ტექნოლოგია როგორც მე ვიცი ანუ რამდენსაც გადართული იმ დროს პირველად ხო რო აუხსნათ მაყურებელს ესეთი სისტემაა რომ არხებს აქვს მეორე თუ მესამე დღეს წინა დღის შედეგები მეორე დღეს და არსებობს თქვა ახალი სხვა ტექნოლოგია როდესაც იმ თუ ონლაინ აქვს ამის მიხედვით ვერ გაზომავს ვერავინ ინტერესი არის თუ არა? გზად ხარ თუ არა რეალ ტივის მსგავსი ტელევიზიების პროვოკაციული შეკითხვებისა, აი და სატანისტი ხარ თუ არა ბატმოგიძინა და ხო არა თუ მის სიუჟეტებს ოკულტიზმით ხარ თუ არა დაკავ რიტუალებს არა მე იცი ანუ მე რაიმე სხვა სახის პროვოკაციის დავამატებ იმიტომ რომ ამ თემას ეხება ჩემი შეკითხვაც ანუ თუ მოიქცა ამ შემთხვევაში ბიზნეს ივანიშვილის საპრეზიდენტო ისე როგორც წესით იქცევიან ხოლმე პრესსამსახურები ანუ თუ არის გარკვეული რომელი ჟურნალისტი რა შეკითხვას დასვამს თქვა რომელი თემის გარშემო იტრალებს იმიტომ რომ მე არ ვარ შორს იმ აზრისგან რომ ის ნაწილი თქვა პირდაპირ ეთერის რომელიც დაეთმობა ივანიშვილის პრესკონფერენციას ამ შემთხვევაში არ გამორიცხავ თუნდაც რეალტივი მეორე ან მესამე შეკითხვა დასვას ოკულტიზმთან დაკავშირებით მე არ გამორიცხავ რეალტივი მაგალითად დაგეგმოს რეალტივი ანუ მერაბიშვილმა დაგეგმოს რაღაც პროვოკაცია და ამოიღონ რაღაც თავის ქალა და ყვავი ან რაღაც ესეთი გააფრინონ. ყვავი მოხარშონ ისე რომ გოლი არ ავიდეს. ანუ ხოხტები რა ზეკითხები. კი, ხვდები. ჩვენ რაც ვიცით ეს არის ესე იგი თუ ეკითხოს როგორც ესე რომ პირველ შეკითხოს დასვამს პირველი არხის ჟურნალისტი, რადგანაც მათ დიდსულოვნად გადაწყვიტეს რომ ჩართონ ეთერში განსხვავებით ხუროვის გარეშე ვიცით. განსხვავებით სხვა შენი აზრით პირველ არხმა გადაწყვიტა ეს? მოდით ესე ვთქვა, პირველი არხი რთავს ეთერში ბიზნეს ივანიშვილის პრესკონფერენციას, ყველასათვის მნიშვნელოვანია რომ თბილის მასე თუ ისე იცის, რაც ნიშნავს და ვინ არის ბიზნეს ივანიშვილი, ასე თუ ისე რეგიონებში ინფორმაცია ძალიან მცირე, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ რეგიონებამდე ეს აზრი ჩვენი აზრი მივიდეს. ამიტომ ნუ დაუკარგავთ პირველ არხს ამას რა ქვია, რა თქმა უნდა მისიასაც და ხაროდოთ ასეთი ექსკლუზივი. ხო, მაგრამ მე სხვა რამ მკითხე. ეხლა დავასრულებ. თუ არა? ანუ ჩემი შეკითხვის ხო. ეხლა მეორე ნაწილი, რაც შეეხება მზადყოფნას. იქ არის ესე იგი რა ხო პირველ არხის ჟურნალისტი დასვამს პირველ შეკითხვას, შემდეგ იქ არის ალბათ ჟურნალისტებსაც აინტერესებს ეს და მაყურებელსაც იქ იქნება ორი მიკროფონი და რიგრიგობით დასვამის შეკითხვებს. შეკითხვა რადგან რიგითობა თუ არის არ არის რიგითობა დაცული იქნება ძალიან ესეთი ну ყაყანი ხა რაღაცა ვინმე თუ ყაყანს დაიწყებს და ყავს გააფრენს იმაში ხო შეიძლება ხა მაგიტო არ მოხდეს ისე რომ საერთოდ
მესმის ჩვენ ძალიან უფრთხილდება საერთოდ. ყველა უფრთხილდება საერთოდ დროს და მნიშვნელოვანი, ამიტომ აქ არის პირადი პასუხისმგებლობა ყველა ჟურნალისტის, რომელიც მოვა, რომ ერთმანეთს ეს პატივი და არ დაიწყოს ადგილიდან ყვირილი ან რაღაც აქციების მოწყობა. ეს თქვენ გონიათ რომ პირადი პასუხისმგებლობა შეიძლება ქონდეს ჟურნალისტს, რომელიც კითხავებში დადის? არა, რომელიც კითხავში დადის, ამას იღებს და მე ეთერში უშვებს, თორე შეხო ხან ამ კითხავებთან. რა თქმა უნდა. ხო, არ გინდა გლაბარაკი ამიტომ. რა თქმა უნდა. ხო და არ გინდა ჟურნალისტი, რომელიც დადის კითხავებს. შეკითხეთ რომ მისულიყავი, ხო, რა ელის, ან ეროსი კიცმარეშო. ან ეროსი. გაგგვეშვა ეს ეთერში. არა მაქვს პასუხი, ვერ გეპასუხებთ რა სიზამს 200-მდე ჟურნალისტი, ადამიანი, რომელიც მოსული იმიტომ რომ დასვას შეკითხვა, ერთი ან ორი პროვოკატორის საქციელზე, ამას მე ვერ გეპასუხოთ, მე დარბაზშია, არ ვიქნები, არ შეკითხვას ვსვამ და არაფერი შეკითხვა მაყურებელი ვარ, დიახ. სხვა სფეროდან რომ გავსწრებ. თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც მოვიდეს დავალებით გაშალოს იქ რა ქვია პლაკატი ან მართლა ყვავი გამოაფრინოს და ან ყურში იჯდეს რომელიმე სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენელი და რაღაცა ხო ესეც შეკითხვა გამორიცხული არ არის, ამიტომაც არის პირდაპირ ეთერი და ამიტომაც არის საინტერესო. ჯერჯერობით ჩვენ ნათლად ვერ ხედავთ. ჯერჯერობით ჩვენ ნათლად ვერ ხედავთ. საინტერესო ამბავი, დიახ. ჯერჯერობით ჩვენ ნათლად ვერ ხედავთ კონკრეტული თქვენი ჯგუფის PR საქმიანობის შედეგებს თუ ასეთი მიმდინარეობს, მაგრამ ბიზნესმენს ყავს ერთი ძალიან კარგი მოკავშირე, რომელიც ნიჭიერია, PR-ში გასწნილია და იბრძვის სააკაშვილის წინააღმდეგ. აშკარად ეს არის თავად მიხეილ სააკაშვილი, ხო? არა, ყოველგვარი ირონიის გარეშე. მოკავშირე ბჭყალებს გარეშე მისი ყველა ქმედება ბოლოდროინდელი არის ივანიშვილის სასიკეთოდ მიმართული. თუ გინდა დავწრომანდეთ და თუ მე კამათები განვიხილოთ. არა, საფერი საკამათო ჯერჯერობით არ არის, არა, დაწყებული. რატომ ხდება ეს? ანუ რაშია საქმე? კლასი დაკარგა სააკაშვილმა თუ რაღაც მიძინების ეფექტი უნდა რომ კონდეს. პირველ რიგში თუ გავაანალიზებთ ბოლო შეკითხვიდან დავიწყე ბოლო თემიდან რატომ დაკარგა ეს თქვათ კლასი, ხო? კლასი ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრია, ძალიან ესე თქვათ ლაღად გზნობდა თავს ხელისუფლება ამ ცნობილი პირველი ხო ივანიშვილის ცნობილი პირველი წერილამდე. ძალიან ლაღად გზნობდა, ყველაფერი განაღდებული იყო, გარანტირებული ჰქონდათ პრემიერ-მინისტრის სავარძლები, გარანტირებული ჰქონდათ სავარძელი, უმრავლესობა, საკონსტიტუციო უმრავლესობა და დაამატეს კიდევ ადგილები, რომ ესე იგი ოპოზიციური რაღაც ნაწილიც შეეშვათ პარლამენტში. არა თავის ხარჯზე, რომ ესე იგი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ხო ყველა ვიცით, რომ ეს იქნებოდა და ამის გარანტია დღესაც არ აგვაქვს, რომ ეს არ იქნება, ამიტომ ნუ ჩათვლის მაყურებელი ნუ ჩათვლის, რომ განაღდებული ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამას შევეხებით ალბათ, როგორ მივალთ ჩვენ არჩევნებამდე. განაღდებული არაფერს არც ერთ მხარეს, ამიტომაც დაიბნა ეს ხელისუფლება, რომ ბაზა მეთანხმებით ვარ იმაში მოპატიჟა. შეიძლება PR-ს ბოდიში დავასვათ თუ შეიძლება. PR-ი ხა როგორი რამე, ეცი ყველა ელოდება რომ თქვათ ბიძინა ივანიშვილი გახსნის რესტორანს და ამას დაარქვეს სასტუმროს. ეს არის PR-ი დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ქართულ მედიაში. ეს მე ვფიქრობ ეს PR-ი არ არის, არის პროპაგანდა. PR-ი არის საქმიანობა, როდესაც ადამიანის ან მოძრაობის ან პარტიის ან საქმიანობის საუკეთესო თვისებებს და საუკეთესო მომენტს აჩვენებ მიგაკ მაყურებლამდე. ეს არის PR-ი, ამ სიტყვის სრული გაგებით და დანარჩენი რაც არა გაქვს და იმას რომ მიაწერ, ეს უკვე არის პროპაგანდა. ამიტომ ამ გაგებით რომ ჩვენ თქვათ საბჭოს წევრებმა ან რაღაც ჯგუფები დაქირავებულმა ადამიანებმა თუ დავიქირავოთ და აბა ეხა ახალი თემა მოვიგონოთ და ერთი ადამიანისგან შევხვდათ მეორე ადამიანი, ეს დავალება არ დგას დღის ეს რიგში, იმიტომ რომ ამ დავალებამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა დღეს. არა, მე გულისხმობ არა ამ დავალებას, ანუ ბუზის პილოტ გადაქცევას, არამედ კონკრეტული PR აქციების ან თქვენი ქმედებების დაპიარებას, რომ რაღაც ქმედებებს ჩავდიხართ, არა, მაგრამ კიდევ ერთხელ მომობ. არ ჩავდივართ შეჯერებით არც ერთ ქმედებას. არა, განცხადებებს ხო აკეთებ. ისე პრინციპში მეც დავაკვირდი ივანიშვილის შტაბი და ივანიშვილის გარემოცვა არ არის აქტიურ ქმედებებზე გადასული და მოდის შკვალი სააკაშვილის გადაწყვეტილებების. აი მაგალითად აი ავიღოთ ბოდიში კიდე გაგაწყვეტეთ. დასვით. არა, ბას არა. აი მაგალითად პასპორტის თემა ხო თქვა. პირველი განცხადებას მოყვა მოქალაქეების ჩამორთმევა. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცას გამორჩა ან ზოგი შეგნებულად არ ამახვილებს ყურადღებას, ეს პასპორტის თემა არის მნიშვნელოვანი. ერთი გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ აქტივობას მოყვა და ამით რომ მოიგო ხელისუფლებამ განეიტრალებით, თქვა რომ მოქალაქე არ არის, ამის გარდა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მართალია კონსტიტუციაში წერია და კოდექსში რომ ესე იგი უცხოეთის მოქალაქე სარგებლობს იგივე პირობებით საქართველოში როგორც
საქართველოს მოქალაქე, მაგრამ მას რაღაც შეზღუდვები აქვს. პოლიტიკური საქმიანობის მხრივ. რაღაც შეზღუდვები აქვს. ხმის მესამეს უფლება არ აქვს რაღაც. დაწყებული აქიდან დამთავრებული თქვა სიტყვაზე ბევრი თემით პოლიტიკური პარტიის შექმნა და ასე შემდეგ. ტელევიზიის დაფინანსება, მედია დაფინანსება რა, ფლობა, დაფინანსება შეუძლია. კი, დაფინანსება რეკლამის სახით ან რაღაც სახით შეუძლია. ეს ერთი, მეორე საკითხი, მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმსახურებს თავისი განვლილი ცხოვრებით იმსახურებს საქართველოს მოქალაქეობას. მე თქვენ ეთერში ვთქვი და ეხლაც ვამბობ, რომ ეს არის უნიშნავანი თემა, რომელიც ისევნები ამას. მიშა სააკაშვილი. თქვენ გეუბნებით ამას და მაყურებელს. ეს არ არის მე მგონი ძალიან დიდი სადაო საკითხი, მოდი პირდაპირ. არ ვიცი რა ვიცი, სადაო საკითხი. მიშას გარდა არ მეგულება კაცი. მე სააკაშვილი. როგორ არის გეტყვით მე არა მარტო მიშა სააკაშვილი არ გეტყვით ერთ რამეს რომ ადამიანს რომელსაც ჩამოართვენ პასპორტს ეს და რომ ამ ადამიანს უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და მას ართმენ პასპორტს ძალიან ერთ წუთში მიღებული გადაწყვეტილებით ეს არ არის მარტო ესე იგი რა თქვა დროის მოგების ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან რომ დროს მოვიგებ და ეხლა რა გავაკეთოთ და რა რუსული კვალი ვიპოვოთ თუ გერმანული კვალი ვიპოვოთ თუ სპარსული კვალი ამ ადამიანის უკან ეს არის პირველ რიგში რა თქმა უნდა პოლიტიკური შედეგი. ეს არის რაზგურის ხო, ეს არ არის მარტო საქართველოს საზოგადოების, საქართველოს მოსახლეობის აღშფოთების ან მოწონების საგან, ეს საერთაშორისო თემატიკაზეც ძალიან მოქმედებს ჩვენ ქვეყანაზე და რა თქმა უნდა ხელისუფლებაზე ხარ. ხალხში არის ესეთ შეკითხვა. ლაშა დარბაიძე საერთოს საქართველოს მოქალაქეობას სურათების გავრცელებისთვის და ხა ხალხში არის ესეთ შეკითხვა, მე დავდივარ ბევრს. მანქანის დამჭერის შედეგად დავდივარ ბევრს ტაქსით და ვესაუბრებ ტაქსისტებს და არის ესეთ შეკითხვა მუდმივად, რომ აი ვიცით მიშა ვინც არისო და რო უკიდურეს ქმედებებზე წავიდესო, მაგალითად დეპორტაცია მოახდინოს, მაგალითად დაიჭიროს, მაგალითად დაარბიოს მისი სტრუქტურებიო. რა აქვსო ივანიშვილს ისეთიო, რაც ამისგან დაიცავს. აი მარტივად მეკითხები. ანუ დეპორტაციის მაგალითი გვაქვს ირაკლი ოქრუაშვილის სახით, ან ფაქტობრივი დეპორტაცია გაქვს. ბადრი პატარკაშვილის სახით გვაქვს ბიზნესები დარბევა. სისხლის სამართლის საქმის აღძრო. დარბევა ბიზნესები. ბატონო, გიპასუხეთ, მე ვფიქრობ, რომ ჯესტი არის სტრუქტურა ბიზნესებში არა, აქ არის შეოთა საბჭო, ქართუარი ბანკი და ეს არის ორგანიზაცია, სტრუქტურა ცუდი სიტყვა. ბატონო, ორგანიზაცია ეს მეორე ერთი არის საბჭო, არის იურიდიული სამსახური და არის ჩუოლებრივი სამუშაო პროცესი ხარ არის არც რომელშიც შესულები არიან ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. ბიძინა ივანიშვილი მოხდა დეპორტაცია თუ დაიჭირეს თუ მისი საბჭოს წევრები დაიჭირეს, მოხდა მათზე ზეწოლა და ამ შემდეგ ზეწოლა ხდება უკვე ბოდიში და მაგრამ გართულდა ეს ფორმა და უცებ მოხდა ისე რომ რომელიმე საბჭოს წევრი ან რომელიმე ადამიანი ვის თავის ასრს გამოთქვამს უპოვეს სახში ტანკი და ავტოფარეხში ზილი ვერტფრენი სავსავი რევოლუციური მანქანა. ზილი, რა ვიცი, რა უნდა უთხრა აბა იმ ტაქსის მსხვილს. ხო, რა უნდა შეუძლია კლავ და კლავ განაგრძოს მანქანის ტარება. მე პირადად რომ მივიღე გადაწყვეტილება, მე მზად ვარ იმისთვის, რომ რა თქმა უნდა ზოგადად. ანუ გისაუბრიათ თუ არა, თქვა იგივე ბატონ ბიზნესთან ამ თემაზე, რომ ხელისუფლება ალბათ და მე რატომღაც ასე მგონია, რომ გამოიყენებს მისთვის კანონით თუ კანონით შეიძლება, ამიტომ ამბობ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს ეიფორია, რომელიც ამ 2-3 კვირის განმავლობაში ეს ეიფორია ავტომატურად ბუნებრივად შეიძლება ჩასხეს, მაგრამ თავი პროცესი გვაქცია, ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, სამართლიან არჩევნებს. ტაქსის მძღოლს, რომელიც ზის და მართავს ტაქსს და მუშაობს და არჩენს თავის ოჯახს, მე ვერაფერს ვერ ვეტყვი, გარდა იმისა, რომ ის არის ამ ქვეყნის მოქალაქის მარტო ტაქსის მძღოლი არ არის. ყველა ჩვენ ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც უნდა ნორმალური ქვეყნის აშენება, ყველა ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა ეს. ბასა, თქვენ რამდენჯერმე გაიმეორეთ, რომ არჩევნებამდე უნდა მიხვიდეთ. მეთანხმებით თუ არა და ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს არ აწყობს არჩევნებამდე, ასე თქვა აბრეშუმის გზით მისვლა. არანაირი გზით. არ ვიცი, შეიძლება აბრეშუმის გზით პასპორტს დაუბრუნდეს. ასე ვთქვათ, მე რატომღაც მგონია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას წესით უნდა აწყობდეს ვითარების რაღაც კონტროლის გამოყვანა. არ ვიცი, ვერ გეტყვით, ორივე ვერსიას აქვს, არსებობს ორი ვერსიაში არის დადებით და უარყოფითიც. ანუ თქვენ გრძნობთ თუ არა ხელისუფლებას, იმიტომ რომ იმპულსები ამის, ჩემი აზრით არის ხელისუფლების მხრიდან. რომ ვთქვათ, ვითარება შეიძლება აირიოს, დაიძაბოს, ცოტა უფრო მწვავე გახდეს, ვიდრე არ შემოიფარგლონ მოქალაქეობის ჩამოყალიბება. შეიძლება მოხდეს პრეზიდენტზე ან მთავრობის რომელიმე წევრზე ტერაქტი. ჩვენ ეს გავლილი გვაქვს რამდენიმე ათეული წლის წინ. კი. და ამით შეიძლება დაიწყოს ახალი საომარი ან
ფსევდოსაომარი მოქმედებები, შეიძლება სადღაც რომელიღაც რეგიონის სიტუაცია აირიოს, იმიტომ რომ გამწვავდეს არსებულ კონფლიქტში ან არასებულ კონფლიქტში შეიძლება ჩავარდეს ბიუჯეტი და დაენიშნოს სასწრაფოდ ორთვეში არჩევნები, შეიძლება მინისტრთა კაბინეტი კიდევ ორი წევრით გამოიცვალოს, პარლამენტმა ვითომ ხმა არ მისცეს დობის ფაქტორი და ასე შემდეგ და დაენიშნოს, შეიძლება მაქსიმალურად შეეცადონ რომ გადაწიონ არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირა თუ არ ვცდები კონსტიტუციით ხო და არჩევნების 2012 წლის გადაწიონ და თქვა შეეცადონ რომ რაღაც ნაბიჯებით ისეთი როგორც თქვა დაპირებები რომ აი მე თქვენ მასწავლებლებს ვითომ 1000 ლარს მიცემ და ტაქსის წყულს 5000 ლარს შეიძლება ამ დაპირებებით რაღაც ხმები ორივე ვერსია შეიძლება. ანუ ივანიშვილი და მისი გუნდი თუ არის მზად ამ სცენარისთვის. აი რაც ჩამოვთვალეთ ყველა შესაძლო მზად არის გეტყვით მზად ანუ მზად თუ ხართ იმისთვის რომ ორთვეში დაგინიშნონ არჩევნები მზად თუ ხართ იმისთვის რომ ფსევდოსაომარი მდგომარეობა დაიწყოს ჩვენ მზად ვართ რომ ორთვეში დაინიშნოს არჩევნები ეს მოხდა 2007 წელს 7 ნოემბრის შემდეგ დაინიშნა ორთვეში არჩევნები და მე ვფიქრობ რომ მაშინ ოპოზიციას უფრო მზად იყო მაშინ ვიდრე ოპოზიცია ეხლა მე მგონი რომ ეხლა უფრო მზადია თვითონ ზომავ თუ არა საზოგადოების არ მოუგია 2000 საზოგადოების განწყობა ზომავ თუ არა ჩვენ ვიცით საუბრობთ ტაქსისტებთან ქუჩაში მაღაზიაში გამყიდვლებთან მოდიან ჩვენთან ვლაპარაკობ და ვიცით რომ მართლაც ეიფორია ხალხში და ბიზნეს მოსვლა მოგონიათ რომ მასში ვარ მაგრამ ჯექსონივით ბარო კამერაში უცხო მეც ვიცი ეს ფეხით დავდივარ ბანკანით დავდივარ მონაცემები თუ გაქვთ კონკრეტული მონაცემები ჩვენ გვექნება იქ დაკვირის ბოლოს ანუ სოციოლოგიური კვლევის ალბათ გავაცნობთ რატომ ვაცნობ ხო, ანუ ეს არ იქნება. ესეთ მონაცემები უკვე ჩვენ რაც ვიცით უკვე ეს არის რომ არა ხო ხდებით ანუ გამოკითხვა სჭირდება დრო პირველში ესე იგი შექმნა სჭირდება ჯგუფებს რომლებსაც თქვათ რას კითხავის გაინტერესებს ხო მე სჭირდება დრო ამის ანალიზი და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რაც ნამდვილად რომ რეგიონებში არის ძალიან მცირე ინფორმაცია ამის გასანეიტრალებლად რაც ეს ვიცით რომ არის დაიბეჭდა გაზეთი სადაც არის ბიზნესმენის ორი წერილი და ინტერვიუ იანთაძესთან სხვა ხერხები სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით აგერ მაესტროს ძალიან ათენი მაგალითი ქუთაისში ხო გლობალი იმ ერთ-ერთი ხო ყველა თქვენ ხართ ზად რო გაგთიშო და შემოვალ საქმე ჩვენ ზად ვართ რა პრევენციები გაქვთ ამისათვის არანაირი ჩვენ გვაქვს პრევენციები რომ მიმართოთ სოფლიო საზოგადოებას არაერთხელ გაგვიკეთებია და ტაქსის მძღოლმა რომ მკითხოს რომ რას აპირებს მაესტრო შემოვარდეს რა გადავცემთ უნდა უთხრა რომ მაესტრო აპირებს გმირულად არა ყოველგვარი ირონიის გარეშე აი ხო არის ვერსია რომ არა მიშა ამას აღარ იზავს იმიტომ რომ თუ არ დაგიდგათ გვერდში ჩაოლებრივი მოქალაქე თუ არ დადგა თქვენს ხოლოდ მათი ბედად რა თქმა უნდა ბუნებრივია ჩვენ გვახსოვს სხვათა შორის ძალიან კარგად გვახსოვს საქართველოს უახლესი ისტორიიდან რა ამბები მოყვა ტელეკომპანიაში უშიშროების შეჭრას არა მარტო რუსთავიორში იმედის დარბევასაც სააკაშვილის გადადგომა მოხდა შესაბამისად აქედან გამომდინარე მაქვს იმის იმედი რომ მაესტროზე რაიმე ძაფრი ხასიათის ძალადობას მოყვება ძალიან დიდი საპროტესტო რამ საქართველოში და თბილისში საზოგადოებრივი რეაქცია მინდა ბუნებრივია იმიტომ რომ ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოკლედ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე არაფერი არ შეიცვლება მხოლოდ იქნება უარესი რეალურად ნებისმიერი ხელისუფლების დროს რეალურად ორი მე მგონი ორი მუხრუჭი აქვს სააკაშვილს ამ ქმედებების განხორციელების წინააღმდეგ ერთი არის უცხოელების დასავლეთის რეაქცია და მეორე საზოგადოების რეაქცია მაესტროს დარბევა მაგალითად ღმერთმა ნუქნას ძალიან მწვავე რამ არის ორივე ხრის მაესტროს დარბევა აღარ დაჭირდებათ იმიტომ რომ ხა ისწავლეს რომ შეიძლება დაუბრუნდეთ საიდანაც სიგნალი გათიშო ხო მარტივად ხო და იმედის დროს არ იცოდნენ და არხში რომ შემოვარდნენ ეძებდნენ მატრიცას ანუ საიდანაც არხი უნდა გათიშულიყო იმედის გათიშვა მაშინ ასე მარტივი არ იყო და ნუ ეს მატრიცა იპოვეს ბოლო არ იპოვეს უბრალოდ ჰქონდათ ინფორმაცია მე სართულები აერიათ სწორედ აქ მოხდა ის რომ თარგამაძე მოასწრო და ეთერში დაждდა და გამოაცხადა რომ სპეცნაზი იყო დიდი გაუგებრობა იყო იქაც კარგი მივულებით ამას არა შავას უყურე ზოგადად შავას მოუყევით რომ კი იქ ვიყავ მასა იქ იყო მაშინ მახსოვს კარგი დამადის ავტომატიკი მართლა ხო ვერ გიცნეს მე ილია ვარ არ დაიყვანე დამიჯერა X სპეცნაზის კატეგორია იყო შემოსული რომ მასას ვერ იცნობდა დამიჯერა მასა ჯარიკაშვილი თქო ეს მე და რატი ვიყავით ამაღლობელი ეს თუმად უნდა ყოფილიყავით და მოხდით შარში გაი კარგი გონია თუ არა მაპატია შალო გაწყვეტინებ და
დაუბრუნდები ისევ თემას. ანუ წაღარ ვამბობდი რა მიშა ამას აღარ გააკეთებს ხელისუფლება ამაზე აღარ წავა. ეს უკვე განვლიან ანახი ფილმია ხვდები. ანუ გონია თუ არა რომ სააკაშვილი გაიმეორებს თავის შეცდომებს. მე მგონია რომ გაიმეორებს უკვე შეცდომებს. ეხლა მე არ უყურებ სახელმწიფო არხებს არ უყურებ პრინციპულად და კიდე რამდენიც სულ ვიმეორებ, საერთოდ არ უყურებ სახელმწიფო არხებს, ქართულს და არც უცხოეთში რუსეთში და რუსულ არხებსაც არ უყურებ. რა ეს Facebook-ზე ვნახე ეს რაღაც მაჯდაჯუნების თემა რო იყო Real TV. არა, Real TV-მ ჩაიდინა გაუგონარი იმედზე გავიდა რაღაცა. Real TV-ზე მოყვები რა გაიყო ბიძინა ივანიშვილის ოჯახში მიმდინარე ოკულტური რიტუალის რეკონსტრუქცია მოახდინა. არა, კი. ვნახე რაღაცა რო მე Facebook-ზე ვნახე. არა, ამის ხავები რო საუბრობ. იმის იქით წავიდნენ. შენ ანონსინა. აიტყობა მე ანონსი. მეტი ნერვები არ მეყო. ბიძინა ივანიშვილის სახლის ოჯახის წევრების რამდენიმე დღით ადრე გადიოდა. ოკულტური რიტუალის რეკონსტრუქცია. გასლაპარაკო. კი, გადაიღო. ეს სანახავია ესე. არა უშავს, თავარი რა არის, არა უშავს. ეს შეცდომა არ არის ან ეს ან ქუთაისში გლობალს რო არახსნები გათიშულ არახსნებინე ბოქსის შენობის ამბავი. ფულის ამბავი თქვა დაგადაღება. ქუთაისი დაიწყება, მასა და ეს გაგრძელდება. მე შემდეგი ყველაფერს ნუ ვიტყვით, ძალიან გქონდ ახლა აქ არსებობს პრეზიდენტის შეცდომა და კიდე არსებობს ქვედარგოლის შეცდომა, რომელსაც უნდა გამოჩენა. არა, გასაგებია, გავიგეთ, მაგრამ კიდე პირად შემოქმედებაზე. არა მგონია. პირად ინიციატივასაც ნუ გამოვრიცხავ. კარგი, მოდი, შემდეგი შეკითხვა. პირად ინიციატივაზე მინდა დაგესვა შეკითხვა. ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე ეხმარებოდა აკადემიკოსებს, მეცნიერებს, რუსთაველის თეატრის მსახიობებს და ასე შემდეგ. და ჩვენ ხედავთ, რომ რამოდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს ქართულ ბანკის წინააღმდეგ აქცია ამ პირებს ღვაწმოსულ ხსოვან აკადემიკოსებს თუ სხვა მუშაკებს, კულტურის თუ მეცნიერების პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენ ქართულ ბანკში სახელმწიფო ბარათები არ უნდა გქონდეთო. რაც რა თქმა უნდა იმ ბანკს, იმ კასის ბანკს გარკვეულწილად აზარალებს, არ თუ ისე მნიშვნელოვნად, შეიძლება უნიშნულოვნადაც კი, მაგრამ მაინც ეს ბრუნვაა. ხო, მაინც აზარალებს ეს არის იმ კაცლაპარაკი, რომელიც წლების მანძილზე მოანგაროდ, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა მათ. და ჯერჯერობით მეცნიერებათა აკადემიის წევრთა და სხვა პატივსაცემ პირთა განცხადება მე არ მომისმენია. კახიკავსაძემ გააკეთა. კახიკავსაძემ დღეს პირველთან გააკეთა განცხადება, სიტყვასიტყვით ამ ციტირებას მოვახდა, ნაგერ, რომ მსახიობებს ეს დახმარება ანგარიშზე ყოველთვის 28 რიცხვში ერიცხება და გამონაკლისი არც ოქტომბერია. ეს დახმარება რომ შეგვიწყდეს, შიმშილით დავიხოცებით, განაცხადა კავსაძემ. ეგ სხვა განცხადებაა. არა, ეს განცხადება გააკეთა დახმარებასთან დაკავშირებით თქვა. არა, მე ვამბობ იმას, რომ თვითონ აშა პოლიტიკურ მხარდაჭერას თვითონ ვამბობ, პირველი, ეს ამ ხალხმა უნდა გააკეთოს განცხადება. მოქალაქე ჩემი აზრით უნდა ახლა დიდი ბოდიში მომთხოვია ყველასთვის, მაგრამ უნდა გააკეთონ განცხადება მოქალაქეების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის მომღერლებმა გააკეთეს განცხადება. მართლა? და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, საბანკო ბარათი არის მათი საკუთრება. არავის არ აქვს უფლება არც ერთ ორგანიზაციას კი უბრალოდ ხელფასი დაერიცხებათ შალვა სხვა ბარათზე თორე იმ ბარათზე დახმარებას ისევ აიღებდა ეს ადამიანები და დისკომფორტი არსაც ჩანს და ნუ რატო გააკეთო განცხადება ამ შემთხვევაში მე ვამბობ შემდეგ რაღაცას როდესაც სახელმწიფო ბარათი გადადის ერთი ბანკიდან მეორეში იმ ბანკში რომელშიც იყავი იმ ბანკს გარკვეული პრობლემები მცირედი მაგრამ მაინც ექნება თუ შენის კარგად გემსახურებოდა, მაშინ შენ შეგიძლია უთხრა შენს მენეჯერს, შენი ოფისის მენეჯერს, რომ ეს ხომ ჩემი ბარათია. მე არ მინდა რომ იქ გადავიდე და მინდა დარჩე აქ. ეს აქტია უბრალოდ რაღაც სამოქალაქო. მეგონი ეს არ თუ სამსახური გადადის, შეიძლება შენ დაიტოვო ბარათი. ამას მისწრება. ბარათი შეგიძლია დაიტოვო და მე სწორედ ამას გეუბნები, რომ დისკომფორტი აქ სახეზე არ არის. ხდება იმ დახმარებას 28 რიცხვში ყოველთვის, ისედაც აიღებენ ქართულ ბანკის ანგარიშზე. უბრალოდ ხელფასი დაერიცხებათ სხვა ბანკის. გავიგე, მაგრამ ეს გადასვლა მოტივირებული იყო პოლიტიკურად და ამის წინააღმდეგ შეიძლება რაღაც თქვა, არა? მოდი ესე ვთქვა, ორი თემა, დახმარება როგორც ვიცი და როგორც პრესიდან გვიგებ და ჩვეულებრივ გრძელდება, არავის აი და ოქტომბერში საკუთარ მაგახენ თქვა. და მეორეს ერთი თუ თქვა ბანკს ექნება პრობლემები, ეს არ არის მარტო იმ ადამიანების პრობლემა, რომელიც ანუ უქმნიან პრობლემებს და ხელოვნურად უქმნიან უკვე პრობლემებს. ეს არ არის მარტო იმ ადამიანების პრობლემა, ვინც იღებს დახმარებას და არც მარტო იმ ადამიანის პრობლემა, ვისაც ანაბარი აქვს ბანკში. ეს ზოგადად საბანკო სისტემის პრობლემა. საბანკო სისტემასთან დაკავშირებით ხეს გამოვიდა ხო, მე მგონი ეროვნული ბანკის პრეზიდენტად თქვა, რომ იმიტომ რომ ყველა ხვდება რომ ბანკში პოლიტიკის ჩარევა. რა თქვა რა?
არა თქვა რომ ეს არ არის პოლიტიზირებული ისა ეს იმპულს ვიდრე დაყადაღებულია მივცემთ ამ ძველ განცხადებას გულისხმობს ფასა მაგრამ ჩემთვის ზოგადად საინტერესოა დღეს მაგალითად არ ვიცი რომელიღაც ნაციონალურ არხზე უსმინე რომ კომერცბანკი შემოდის საქართველოს ბაზარზე ინტერესდებოდა და ეს მგონია რომ არის ფარსი და არ მჯერა ამის იმიტომ რომ ადამიანი რომელიც სწავლობს ცლილად საბანკო სისტემას და გაიგებს რომ ორი ბანკი საქართველოში ერთი ქართო და კორსტანდარტ ბანკის გვახსოვს ჩვენ დღეს კორსტანდარტ ბანკი და მანამდე სტანდარტ ბანკი ბადრი პატარკაციშვილის როდესაც ხდება პოლიტიზირებულია საბანკო სისტემა ხო ბადრის არ უნდათ რომ ეს ბანკი ქონოდა ჩამოართვეს და ძალიან შვიდად გაყიდეს სიტუაცია რა საინტერესოა ხო ამდენი ხანი ოპოზიცია ითხოვდა ხელისუფლებას დაეშვა შეცდომა და ხანდახან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლება მართლა არადეკვატურ ნაბიჯებზე მიდიოდა მაგრამ ოპოზიციის თემა იყო რომ ხალხს აეხსნა ხალხისთვის აეხსნა რომ ხელისუფლება უშვებს შეცდომებს ხო საინფორმაციო ვაკუუმის ეხლა არის სიტუაცია შემდეგნაირი რომ ხალხს უნდა რომ ხელისუფლების შეცდომა არ დაუშვოს იმიტომ რომ ხვდებით რომ გავართ მართლა ურსკულის პირას 2008 წლის შემდეგ მართლა ურსკულის პირას ვართ იმიტომ რომ დაწყებული მართლაც და მართლაც გადასახადები და რომელიც კატასტროფული სისტემით გაძვირდა ძვირია და ამ ზამთარში რა გადასახადები მოვა და ასე შემდეგ დამთავრებული ხელფასებით ჩვეულებრივი ადამიანების ხო მასწავლებლების პენსიონერების გავართ კატასტროფის წინაშე ხა შეიძლება ერთმა ადამიანმა გადაწყვიტოს რომ ეს კატასტროფა იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე მისი პრეზიდენტობა და ამას უნდა ვებრძოლოთ უბრალოდ უნდა გავაგებინოთ ყველას რომ ხო ხტები რას რომ ეს არ არის მარტო ხო და რაც შეეხება ხელოვანებს მე ვფიქრობ რომ აი უბრალოდ მინდა უბრალოდ თქვენს გკითხავთ რა აი მაგალითად მე ვარ სიტყვაზე რომელიმე ორგანიზაციის წევრი ყვაწმოსილი ადამიანი რომელიც იღებს დახმარებას ფონდი ქართულსგან და ხვდები რომ ფონდ ქართულს ექმნება პრობლემები სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან კონკრეტული მიზეზის გამო სამართლოდ არა ვთქვი მაქსიმალურად ნეიტრალური ადამიანის რაღაც ტიპაჟი დავხატო და არა თქვა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მომხრის რა პოლიტიკური სიმპათიის. აი თქვენს გეკითხებით და ჩემ თავსაც ვეკითხები რა უნდა ქნას იმ ადამიანმა რომელიც არ არის საჯარო ფიგურა, არ იწვევენ ტელევიზორში ხო, არ გამოდის პრესაში. მას უნდა კონდეს სადღაც მისასვლელი, ხო, რომ თავის აზრი დააფიქსიროს. არის ესეთი ადგილები. ხო და მაგას ვამბობ, რომ იქნებ ესეთი ადგილები კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ. რა არის? ეს არის ჩვეულებრივად სააგენტოების სადაც 9-ს შეიძლება გაიგო ინფორმაცია და არ ეკოს და თქვას მე ვარ SDS თუ შეიძლება მინდა ამ განცხადების გაკეთება ან თან დაწეროს ღია წერილი პრესაში და ალბათ არც ერთი გაზეთი რა გზები არსებობს ასეთი ადამიანისთვის ამ დარეკოს მაესტროში დარეკოს რადიო სადგურებში თქვა კავკასიაში და თქვას რომ მე ვარ SDS იქნებ თქვა განცხადება დავწერე მაგრამ როდესაც განცხადება დაიწერება მე უკვე მედია თავისით ინტერესდება ანუ ეს აი ასეთი განცხადება დაწერა მასაც ზაზა მამალაძე მომღერალი რომელმაც მიმართა დღეს ინტერპრეს News მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით მომღერალმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და ამ განცხადებას ხელს აწერენ. ანსამბლი ქართული ხმები, ანსამბლი თბილისი, ფორტე, იმერი, ანჩისხატი, ანზორ ერქომაიშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ოპერის სოლისტები. ანუ ფორმა არსებობს და როგორც ჩანს ახლა მომღერლები რომლებიც მართლა პოლიტიკურები არიან და მიაგნეს ამ ფორმას, მე არ მგონია რომ იმას ფასო ამიტომ ეს ანუ ხო ხვდებით ეს ისეთ თემა რომ ადამიანს თუ უნდა მადლობის თქმა შეუძლიათ გადაიხადოს მადლობა და თუ არა და იქნება თავისთვის სახში, მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ეს რომ ამ ადამიანს თქვა შეიძლება გადაუხადო მადლობა, ამ ადამიანს ეკუთვნის თუ არა, გაუკეთებია თუ არა საქართველოსთვის იმდენი რამ რომ ჩამოართვა მოქალაქეობა, ჯერ და მე თქვა დაუბრუნო. ну ხო ძალიან ათელია ხა ეს რა მართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს მოქალაქის პასპორტს აღება არის ძალიან მარტივი დღეს გამარტივებული ფორმა და ბევრი ქვეყნის მოქალაქეა რომელიც რაღაც სხვადასხვა მიზნით რა იქნება როდესაც ივანიშვილი მიმართავს მოქალაქეობის მინიჭების სამთვენივად მე მგონი ხო როგორც ვიცი სარჩელია შეტანილი თქვა გასაჩივრებაზე ნუ ქართულ სასამართლოს თემატიკა დედლაინი მე მგონი აქვს 6 თვიანი სასამართლოს არის მეორე გზა რომ თქვა თხოვოს პრეზიდენტს რომ დამიბრუნებ მოქალაქეობა ან აღმიდგინე მოქალაქეობა ეს გზაც არის ნუ სასამართლოს შეუძლებთ რომ უკანონოდ მოხდა თქვა ჩამორთმევა ანუ სარჩელის ფორმაა და ის არის უკვე თხოვნის ფორმა პრეზიდენტისადმი სასამართლოს მხარეს მე გადაკეთება თუ არა თქვენი საკონსულტაციო ჯგუფი ამ პარტიათ ან საზოგადოებრივ მოძრაობათ ან რაიმე სხვა ისეთ ერთობათ რომელიც უკვე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაება იცით რა ამ ეტაპზე ესე იგი არის თემა რომ შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა
ჯერჯერობით დეტალებს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრი დეტალი არ ვიცი. ერთი კვირა წასული ვიყავი. აი ეს ერთი და მეორე კიევში ვიყავი, უკრაინაში. კიევი და უკრაინა კი და რასაკეთებთ? თეატრალური ფესტივალი. ემისარი იყავი ვიზიტას. თეატრალური ფესტივალი იყო, სადაც თუ დაგჭირებათ რომ მაგას მოგიყვება. არა, პრაქტიკულად მაშინ ეხლა ვიტყვი, თეატრალური ფესტივალი იყო, არის ჩატარდა უკრაინაში, კიევში, სადაც ქართული დღეები იყო, ქართული დრამატურგიის დღეები, წაიკითხეს ჩემი პიესა, მქონდა მე ლექცია, წაიკითხეს ასევე ბაჩო კვირტია, დავით დათო-ტურაშვილი, თამარ ბართაია, ლაშა ბუღაძის პიესები, სხვათა შორის ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, ძალიან მოეწონათ ეს ქართული პიესები, იმიტომ რომ ამ ხალხს უნდა ჩვენთან კულტურა, არა მარტო პოლიტიკური ურთიერთობა, კულტურაც აინტერესებს. ივანიშვილის ამბავიცოდ, მე? ივანიშვილის ამბავი არა ნაკლებად რა ესეთ. ხო, არ არის ჩვენ ძალიან პოლიტიზირებული ვართ ხო? კაი და ბოლოს შეკითხვას არ მინდა, ანუ ვადები რა, ვადაში შეიძლება ჩვენ ვიხილოთ ივანიშვილის ამ პოლიტიკური პარტია, ან საზოგადოებრივი მოძრაობა. ეს დამოკიდებულია, გეტყვით ეს დამოკიდებულია პირველ რიგში. ეს იქნება ახალ წლამდე? ეს იქნება მალე, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მოძრაობაზე დარეგისტრირება უნდა. შეიძლება რა მიზეზი მოიგონონ, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ბევრი შეიძლება დაარეგისტროს ნებისმიერ ადამიანს, ნუ იურიდიული ნიუანსები შეიძლება მილიონი თემა იყოს. სადაც ადამიანს ართმევ პასპორტს, თუ ხელი არ შეგიშალოთ ამ შემთხვევაში ბიუროკრატია. მაშინ ძალიან მალე მოხდება ჩვეულებრივ, ძალიან მალე. და არის უკვე კანდიდატურები ამ მოძრაობის, ყველა კანდიდატურა არის განსაზღვრული. ყველა კანდიდატურა როგორ იქნება? და პრინციპი მაინც არის განსაზღვრული. საერთო ხაზი. საერთო ხაზი, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია, რა თქმა უნდა. ქვეყნის სიყვარული, წესიერება, პატრიოტიზმი, ყველა ადამიანი, ვინც ესეთია და უამრავი ესეთი ადამიანი, ყველა ვისაც გაუჩნდება ამის სურვილი, შეუძლია გაწევრიანდეს, რა ვიცი. მე მგონი, დამთავრდა გადაცემა? თავდება? დამთავრდა. პრაქტიკულად აღარ ახალეთ. ტაქსის, ნახო. არა, კაი. ტაქსის ძღოლს რითიც დავიწყეთ საუბარი, მინდა უთხრა და ყველა პროფესიის ადამიანს უთხრა. თითოეული ჩვენთაგანის მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი. გასაგებია, დიდი მადლობა ბასა მობრძანებისთვის, ეს გახდათ ბასა ჯანიკაშვილის სუბიექტური აზრი. მე და შალვა ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის. 18:00-ზე 00 წუთზე ხვალ ერთმანეთს შევხვდებით.